იმისათვის რომ ქრისტიანულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, უნდა ტერმინს რომ აი რაღაცას ვიტყვით, ხო? იმის უკან რადგას ეს უნდა გავიაზროთ. რა არის სინანული? როცა ადამიანი ამბობს სინანული, მე არ ვიცი, შეიძლება ფილოლოგებმა ამიხსნან უფრო, მე არა ვარ ფილოლოგი, ეტიმოლოგია ამ სიტყვისა მე ვერ მიხსნის რაზეა ლაპარაკი. სინანული, რაღაცა იქნება ალბათ. მაგრამ ბერძნული ენა გიხსნის. ბერძნულ ენაში სინანული არის მეტანოია. რა არის მეტანოია? მეტანოიის პირდაპირ კალკირებული თარგმანი არის გონების ცვლილება. რა არის გონება? ზოგს გონება ტვინი გონია. გონება არის ადამიანის შემეცნების უნარები. შემეცნების უნარი. და ეს შემეცნების უნარის ცვლილება ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ყოფიერების ორიენტირი, გეზი იცვლება. ანუ მეტანოია არის ცვლილება ჩემი ყოფიერებისა სადაც ვარ იქედან ღმერთისკენ. ანუ სინანული ყოფილა არა სენტიმენტალური გრძნობები, მაინდა-მაინც ცრემლი, წუხილი რაღაცა, სინდისის ქეჯნა, ეს ყველაფერი შეიძლება ახლდეს სინანულს. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ ახლავს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს სინანული, იმიტომ რომ სინანული ეს არის ქმედება, სადაც ვარ იქიდან სოლა ღმერთისკენ. ამიტომ თუ გვინდა რომ სინანული შენში იყოს მოუკლებლად უნდა ვეძიებდეთ რა უნდა ღმერთს და მის აღსრულებას ვცდილობდეთ და როცა ადამიანი ამას აკეთებს მოუკლებელ სინანულში. ფოტოშოპის ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს რომ სინანული მეყოს 24 საათია. ვიღაცა ეტყვის აუ კარგი რა 24 საათი ვიტირო არა სინანულს სიხარული ახლავს. იმიტომ რომ გითხარით რომ სინანული მარტო სინდისის ქეჯნა კი არ არის. სინანული არის ღმერთთან ყოფობის, ღმერთისკენ სწრაფის სიხარულის. გესმით რა? ანუ მოქმედებაა სინანული. პროცესია სინანული. აი როცა ამბობს იოანე ნათლისმცემელი რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასופველიცათა სახარებაში, სიტყვა შეინანეთ ისეთ კონტექსტში ზის და ისეთ გრამატიკულ ფორმაშია, რომ ნიშნავს პროცესს, ანუ სინანული არის პროცესი. რომელსაც მიყავხარ სასופველისკენ. რა არის სასופველი? ღმერთთან ყოფნის ბედნიერება. ანუ სინანული ძლება სიხარულს და ბედნიერებას. და ეს რომ ვიცი მე სულ ღვთისნებას გამბერძებ, აბა რა გაგიხადება ხოლმე, შე როგორ თუ სულ ესე ხარ, ხო? მოდის. ხანდახან სიხარული ისე მოდის, ვეღარ იტევ. მაგარია.